საიდან იღებს სათავეს ეს მსოფლმხედველობა, რომელსაც ახლა ევროპელები ატარებენ? 3-4 კვირის წინ, როდესაც კիր სტარმერი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და დონალდ ტრამპის გვერდით დაჯდა, ტრამპმა მას ჰკითხა, შეეძლოთ თუ არა მათ რუსებს დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ. სტარმერი უხერხულად იღიმებოდა, რადგან რასაკვირველია ამ შეკითხვაზე პასუხია არა. აქედან გამომდინარე მიჩნდება შეკითხვა, რატომ არსებობს ევროპელებში მოსაზრება, რომ მათ აუცილებლად უნდა შექმნან ერთგვარი კოალიცია რუსების დასამარცხებლად. იმ დროს, როდესაც მათ კარგად იციან, ეს შეუძლებელია ამერიკელების დახმარების გარეშე. A force with knowing that the only way that this can be achieved is with the Americans in the back. Where's this coming from? ევროპელები ცდილობენ რელევანტურობა შეინარჩუნონ. მათი როლი და პოზიცია ამ პროცესებში განსაზღვრული ჯერ კიდევ არ არის. ასე რომ ის, რაც ახლა ხდება, წმინდად ამერიკა-რუსეთის საქმეა. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის. რაც უფრო მეტი დრო გავა, უკრაინა სულ უფრო მეტად იქნება იძულებული ამ ორი ზესახელმწიფოს შეთანხმებები მიიღოს. მაგრამ მოდით ვისაუბროთ ამ პროცესებში რა როლი აქვს ევროპას. ევროპას საერთოდ არ აქვს როლი, რადგან კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე მათი პოლიტიკა გულისხმობდა პუტინს ნულოვან კომუნიკაციას. ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპელ ლიდერებსა და მოსკოვს შორის არანაირი დიპლომატიური ხასიათის კომუნიკაცია არ შემდგარა. სწორედ ამიტომ ისინი ვერ იქნებიან მოლაპარაკებაში ჩართული. იქ მათი ადგილი არ არის. ევროპელებს ძალიან ეშინიათ იმის, რომ ტრამპი და პუტინი ერთგვარ ალიანსს ჩამოაყალიბებენ, რომელშიც ევროპა გათვალისწინებული არ იქნება. ევროპელებს ასევე ძალიან ეშინიათ იმის, რომ ტრამპი ნატოს მიატოვებს. ეს კი ევროპელებს აიძულებს სერიოზულად დაფიქრდნენ თავიანთი თავდაცვის სექტორების განვითარებაზე. ფიქრობ, სწორედ ეს საკითხი არის ევროპელებისთვის მთავარი შფოთვის საგანი. თითქმის ყველა ევროპულმა ქვეყანამ განაცხადა, რომ საჭიროა თავდაცვითი ხარჯების გაზრდა, რადგან მათი აზრით რუსული საფრთხე რეალურია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. რუსული საფრთხე ევროპელებისთვის რეალისტური არ არის. არსებითად, ევროპელების მხრიდან თავდაცვითი ხარჯების ზრდა ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნას ასე გააკეთონ. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკა ნატოში კონტრიბუციის სახით საერთო ხარჯების 75%-ს იხდის. სწორედ ამიტომ ტრამპი მათ ეუბნება, ჩვენს სამუდამოდ არ დაგიცავთ. თუ გსურთ ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკა აწარმოოთ, მაშინ ჩვენგან დამოუკიდებელი თავდაცვის პოლიტიკაც უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში ამერიკა და რუსეთი თავად გადაწყვეტენ ევროპის ძირითად საკითხებს. The demand of the United States that Europe start paying a lot more for its own defense. At the moment, I think it's right to say that America contributes 75% of the cost of NATO. And Trump is saying, we're not going to defend you forever. If you want a separate policy, you've got to have a separate defense policy. And otherwise, we decide the main issues between Russia and Europe. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.